ახლა კი ჩემო ძვირფასებო სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ პროექტ საქართველოს ხმას ერთ-ერთი ლამაზი ხმა ლიზი კოტრიკაძე. გამარჯობა ლიზი. სასიამოვნო თქვენი მომზადება. გამარჯობა სიტყვით. გამარჯობა. დიდი მადლობა ლიზი ჩემო კარგო რომ მოიცალე პირველ რიგში და მადლობა რომ მომიწვიეთ. კი ბატონო რომ მოხვედი ჩვენთან უпроსტად რომ გადმოხვედი აქვე მეორე სტუდიიდან. ესე იგი რა ვიცი ხა შენმა სიმღერამ ჩვენ თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ ისე გაისწრო რომ ყველა გადაცემაში გიწევენ უკვე ხო აცია ჩვენს მერე კიდე უფრო მიგიწევენ და ეს აცია ხო აუცილებლად უნდა დავიწყოთ შემოპატ ალბათ იმ კითხვით რომ ჟიურიმ როგორ შეგაფასა და შენი ემოცია ამ დროს როგორი იყო რა სანამ სცენაზე გავიდოდი საერთოდ არ მქონდა ის წარმოდგენა რომ ოქროს ღილაკს დავიმსახურებდი უფრო ისე რომ ვთქვა რა საერთოდ ორკის და ერთ არას ველოდი რა ორი კიდე ერთი არა და მე უცბად ოქროს ღილაკი. ხო და აი სასწაული ემოციები იყო რა, ესე ერთი სიტყვით გადმოცემა არ შემიძლია. ოქროს ბარათი. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ტელევიზია რუსთავი იმდენ მეგა პროექტებს აკეთებს რომ ამერია უკვე რომელი ღილაკია, რომელი ბარათია. მაგრამ რა მაგარია ერთი რამე, რომ ეს ოქროს ბარათი გაძლევს შანსს ისევ და ისევ რუსთავი 2-დან გამომდინარე, რომელმაც კიდევ ერთხელ ამ პროექტზე მალევე ადამიანებს და შენც მათ შორის მოგცა შანსი ბინის. რა მაგარია. ხო. არ ვიცი. და მე იგრაკ ჭირდება ერთი ბარათი კიდე რომია. ბატონო ვაკო, სად მიმართ? რაღაცა, მოჯი, რაღაცა. რა არის, ვერ გავიგე. ისე ჩვენთან არ შეიძლება საგარაჟი ადგილები. პარკინგი. შენ ისე მაგრად იმღერი ჩემო კარგო, რომ რაღაცნაირად აი მგონია რომ მართლა ესეთი მყარი კონკურენტი ხარ იმ ადამიანებს შორის, რომელსაც შეეძლებათ რომ ამ თავარი პრიზის მესაკუთრენი გახდნენ. კი ბატონო. მადლობა რომ ესე ფიქრობ. კი, კაი ადამიანი ხარ და აუცილებლად შემოპატა უნდა ვკითხოთ ალბათ ამ სიმღერასთან დაკავშირებით ისეთი ცოტა უცნაური სინთეზი იყო, ხო? დამეთანხმებით ალბათ ყველა რომ ბურთი და ფანდური. ხო, რატო გადამიწყვიტე ბურთი და ფანდური? ფეხი როგორც კი ავიდგით, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა მუსიკაც და ფეხბურთიც. აჰა. შემდეგ უკვე დავიწყე ფანდურზე სიარული და ვისწავლე ფანდურზე დაკვრა, ანსამბლ თორდაში დავდიოდი და აქ რომ მოვედი, ესეთი არჩევანი იყო, რომ ბურთი თუ ფანდურიო და მე ორივეთი გავაბარე. ხო და ძალიან საინტერესოც გამოვიდა. კი ბატონო. ეხლა ფეხბურთს კიდე მისდე. დროებით თავი დავანები. ისე რომელ გუნდში იყავ? დათის აკადემიაში. აჰა და რა პოზიციაზე თამაში? ფორვარდი. ოხ, კარგია. მოდი ბარემ ფეხბურთზე წავედით და ეს ჩემპიონთა ლიგაზე ვისი გულშემატკივარი ხარ? მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვიყავი. აჰა. მაგრამ პარის სენ-ჟერმენზე გადავედი რა. ჩვენი ხუჭა კვარა და ამბო. თან ახლა გვარი გაქვს შენ ჩემო კარგო ისეთი რომ ფეხბურთი რო არ გიყვარდეს არ შეიძლება ისე სხვა ინსტრუმენტებიც ხო არ გიცდია? გიტარაზეც ვუკრავ, ფორტეპიანოზეც ვუკრავ და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტები. უყურეთ, არის ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის რა. შენ იცახდი რაღაც სინთეზი საინტერესო იქნება. კარგია, მე ახლა შემდეგ ტურში რო გამოსავარაუდოდ იქნება როიალი და ბურთი. ბურთი განუწყვეტელი ნაწილია. კი ბატონო. მე კლავისინი და ეს რა ქვია, ბეისბოლის ჯოხი და რაღაც ესეთი სინთეზები არის. ლიზი, რა მაინტერესებს, იცი რეპერტუარი შენ თვითონ შეარჩიე, რაც გინდოდა რომ გემღერა. ოჯახში მღეროდა ვინმე?
დედაჩემიც ფორტეპიანოს სპეციალისტია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და ასევე ძალიან კარგად მღერის. მამაჩემიც მუსიკოსია და ისიც ძალიან კარგად მღერის და ესე მუსიკალურ ოჯახში გავიზარდი. შეგენაცვალე გონი ხა ლოცულობი რაღაცა ამ ბურჯს გაანება თავი და სიმღერა დაიწყო. არა, მე უფრო ასეც ველოდი, რომ დედა ფორტეპიანოზე უკრავს, მამა ფეხბურთზე. მე ორივეს ერთად. კარგი, მოვიკითხოთ და მადლობა უთხრათ ასეთი კარგი შვილისთვის, შენ საყვარელ მშობლებს და ეხლა მის სიმღერა ვერ გამეორდებით, ეხლა გადასარევი იყო, მაგრამ რაღაცნაირად სურვილი მაქვს თუ არ გავასწრებ რაღაც მოვლენებს და ეს სიმღერა რომელიც უნდა შეასრულო არ გაქვს შემდეგისთვის დაგეგმილი, იქნება რაღაცა ნეიტრალური დღეს სიმღერით წარსდგე ჩვენს წინაშე. კი ბატონო. კი ბატონო და აი რა ვიცი, მე შემიძლია თუ მაინდა-მაინც ბურთის გარეშე ვერ იზავ ამას აგერ მაქვს და მაინც თუ შესკენა ვარ მოკლედ რა თუ ბურთი საჭიროა და თილისმა მე მაგალითად ყველა სპექტაკლის გასვლის წინ ასეთი 20 თეთრიანს ვიგდებდი ჯიბეში და ისევ თამაშობდი რაღაცა ისეთია რა დაუწერელი რაღაცა არც კანონი ქვია მაგრამ რაღაცა სიგიჟე და სხვათა შორის რამდენი ხელფასმა დაიგვიარა მე იმ 20 თეთრილებმა კი მიშველა მე და მაშინ ეს შენ ამობ ძველ პერიოდს ახლა ძველ პერიოდს კაცო მე ახლა 100 ლარიან თუ არ ჩაიდო ჯიბეში ვერ გამოდის ისე ადრე 20 თეთრიანი ოხ შენ ვინახა შენ რა გიყვანო ჩემთან შენთან სახში კი რიზი ვიმღეროთ ვიმღეროთ რამის თქმა ხო არ გინდა არა არავის არ გინდა სიმღერით მოგახსენებთ ჩემს სათქმელს კარგი მოусმინოთ რიზის